ბოლო წლები ამაზე დავიწყეს საუბარი, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ამ თემაზე როდესაც საუბრობ, მეტი ადამიანი იგებდა და მეტ ადამიანის ჩართულობა იყო ამაში, იმიტომ რომ საჭირო იყო ყოველთვის მეტი ადამიანის ჩართულობა. ბავშვებს რაც შეეხება თავის დროზე 15 წლის წინ, როდესაც ეგ დავიწყეთ, იყო რომ მე კიდე მანამდე სხვა სფეროში მუშაობდი, მომსახურების სფეროში და უკვე რაღაცნაირად მივედი იმ ასაკში ვიყავი თუ რა ვიცი იმ გამოცდილებას, რომ მინდოდა რომ ჩემი გამოცდილება ვიღაცისთვის გამეზიარებია და აბსოლუტურად მართლა შემთხვევით არაფერი არ ხდება სინამდვილეში, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის ვფიქრობდი, რომ შემთხვევით აღმოჩნდი ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც ეძებდა სპეციალისტს, რომელსაც ჰქონდა მომსახურების სფეროს გამოცდილება და შეეძლო ახალგაზრდებისთვის ესწავლებია და თან ცოტა რთული ახალგაზრდები იყვნენ, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ეს რაღაცა ოჯახში გაზრდილები არ იყვნენ, გულისხმობ იმას, სახელმწიფოს ქვეშ გაზრდილები იყვნენ. და სხვა რთული ხასიათის მქონე ახალგაზრდები და მე მითხრეს, რომ თუ შევძლებდი მათთან მუშაობას, რომ მაგალითად დამეტრეინინგებია. მე თამამად თქვი თანხმობა, იმიტომ რომ მართლა ვერ ხვდებოდი რასთან მექნებოდა საქმე და ეგეთი პროექტი გაკეთდა ერეკლე მეორეზე მაშინ იყო რესტორანი სხვათა შორის, სადაც მუშაობდნენ ბარმენებად, მიმტანებად და მზარეულის დამხმარეებად ეს ახალგაზრდები. ოღონდ ეს არავინ არ იცოდა, ვინ იყვნენ ის ახალგაზრდები სტუმრებმა, იმიტომ რომ ჩვენ მათ ვაძლიერებდით და ვეუბნებოდით, რომ შენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარ და მთავარი პრობლემა მათში არის ზუსტად ის, რომ 18 წლის ისინი რო ხდებიან და სახელმწიფო სახლებს ტოვებენ, მერე უკვე მზრუნველობიდან გადიან და არავინ აღარ ზრუნავს მათზე და მათ უკვე ფაქტიურად არაფერი არ გააჩნიათ.